CESCO-ზე შეტევა გრძელდება. საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ვეტო შეაფასა. მისი თქმით მზადდება ნიადაგი იმისთვის, რომ ტრადიციულად არჩევნების შედეგები არ აღიარონ. სოფო ბერიძია პირდაპირ ეთერში. ნათია, პირველი კანონმდებლისთვის გაუგებარია ის, რაც კარგია ევროკავშირისთვის, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იმის თაობაზეც, რომ ჯერ ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარ ქვეყნებში უნდა დაამკვიდრონ კონსენსუსები და ამის შემდეგ მოსთხოვონ იგივე საქართველოს, რადგან შალვა პაპუაშვილის განცხადებით ექსპერიმენტის პირობებში ჩვენმა ქვეყანამ 2 წელი უკვე იცხოვრა. რაც შეეხება ცხებს მმართველი პარტიიდან CESCO-ს დისკრედიტაციის მცდელობა და პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას ისინი მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მოსალოდნელ მარცხს უკავშირებენ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ოპოზიციის ინტერესია საზოგადოებაში CESCO-ს მიმართ უნდობლობა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გააჩინონ. ეს არის ნაწილი იმ თავდასხმისა, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ CESCO-ს თავმჯდომარეზე ან CESCO-ზე. ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის მომზადება ნიადაგისა იმისთვის, რომ ტრადიციულად ნაციონალურ მოძრაობამ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნებს. ამაში ჩართული არის, ხედავთ ჩვენ, ოპოზიცია, ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი, ამაში ჩართული არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ყველა ვინც გვირჩევს ახლა, რომ დავტოვოთ ძველი რედაქცია, არ შევცვალოთ კვალიფიციური უმრავლესობა, არ გავაუქმოთ ოპოზიციური მოადგილის მხრიდან თავმჯდომარეს მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, ყველა ეს ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ქართველი თუ უცხოელი, ყველა სინამდვილეში ყველა ჩვენ გვიბიძგებს იქითკენ, რომ მოხდეს დისკრედიტირება ამ არჩევნებში. ევროკავშირს ყავს 27 წევრი ქვეყანა. ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ რა გადაწყვეტილება და მერე ჩვენ მოგვიწოდოთ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ესეც ადასტურებს, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს არათუ გამარჯვების არამედ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარე ისინი ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, რომ იქნებ როგორმე მუდამ აქტუალური იყოს საკითხი, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია. და ამით შემდგომ ხელი მოითბონ როგორმე იქნება საზოგადოებაში, საერთაშორისო პარტნიორებში გააღვივონ უნდობლობის განცდა CESCO-სადმი და არჩევნებისადმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ საქმის კურსში ყველა ესეთ დეზინფორმაციულ კამპანიას მიმართებაში. ჩვენ დავძლევთ ვეტოს იმისთვის, რომ CESCO-მ, როგორც დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინსტიტუციამ შეუფერხებლად იმუშაოს. მათი წინასაარჩევნო კამპანია არის წინა რევოლუციური სამზადისი და მათი არჩევნების დღე არის არჩევნების შემდეგი დღე, როდესაც გეგმავენ საკუთარი მოსალოდნელი მარცხი გადააბრალონ CESCO-ს, გადააბრალონ სახელმწიფოს, გადააბრალონ თავის ამომრჩევლებსაც კი, როგორც ეს არაერთხელ გააკეთეს წარსულში. ბუნებრივია, ამ საზოგადოება ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ჩვენ ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებასაც გავამახვილებთ, იმიტომ რომ ეს რადიკალური ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თანაბარი, იყოს დემოკრატიული, იყოს მშვიდი და ყველას მიეცეს საშუალება ჩაატაროს თავისი კამპანია თანასწორ და თავისუფალ გარემოში. ეს, რასაც აკეთებენ, არის პირდაპირ მიმართული ამის წინააღმდეგ. პირველი კანონმდებლის დღევანდელი განცხადება ხელისუფლების ოპონენტებისთვის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა. ოპოზიცია ცდილობს აამტკიცოს, რომ საარჩევნო კოდექსში უკვე მიღებული ცვლილებები ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს შეუშლის. ასევე ოპოზიცია საუბრობს იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას ახლა ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ CESCO ერთპარტიულად თავად დააკომპლექტოს. იმიტომ რომ ქართული ოცნება არ ითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, არც EU-თუ ოდირის, ამას იზიარებს პრეზიდენტი, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნება ეხლა უტევს დასავლეთს, რათა შეძლოს ის, რომ CESCO-ს თავმჯდომარეთა წევრების ნომინაციაც და არჩევაც მხოლოდ ერთმა პარტიამ შეძლოს. სამწუხაროდ ეს კიდევ ერთხელ გახდება ბარიერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ყველა უცხოელი ჩვენი მეგობარი საერთაშორისო პარტნიორი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წინა საარჩევნოდ ნუცვლით საარჩევნო კანონმდებლობას.
უკვე წინა საარჩევნო პერიოდი. ახლა ესეთი უხეში ჩარევები და ამ ჩარევების თელი მიზანი ის არის, რომ ოპოზიციური მოადგილისკენ თანამდებობა გაუქმებულიყო. ეს არ არის ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის კარგი. პრეზიდენტი არჩევს ყველაზე უსაქმურ კანონებს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ მოყვება, არც ქართველი ხალხის ინტერესის სფეროშია, არც მათ ცხოვრებას შეცვლის და ზოგადად არაფერს არ ცვლის, ისევ იგივე თავმჯდომარე ეყოლება იმ CSKO-ს და ისევ იგივენაირი არჩევნები ჩატარდება. რა შეშია ვეტო არის პროცედურა კონსტიტუციით გაწერილი და მისთი დემონიზება როგორ შეიძლება და როგორ შეიძლება რომ კამპანიის ნაწილად აქციო დემონიზების ეს პრეზიდენტის. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ კულტურას არ მივესალმებით, რა თქმა უნდა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც CSKO-ს დაკომპლექტების წესს ეხება, პარლამენტმა თებერვალში მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს ვეტო დაადო, თუმცა იცით უკვე რომ ქართული ოცნება ვეტოს დასაძლევად ემზადება. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში მართალია პირველ საფეხურად არა, თუმცა საუბარია იმის თაობაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში CSKO-ს თავმჯდომარის მოვალეობა ოპოზიციონერმა მოადგილემ უნდა შეასრულოს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.